მე ვფიქრობ, რომ დასავლეთს რაც უნდოდა საქართველოში, რისი განხორციელებას უნდოდა, ფაქტობრივად ყველაფერი ჩაუვარდა წყალში. დღეს ეხა გავრცელდა ბერბოკის განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, რომ ჩვენ რაღაც ვიზებთან დაკავშირებით სავიზო რეგულაციებს გავამკაცრებთ და დავასანქცირებთო ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებს. თვითონ გერმანიაში ჩვენ ხედავთ, რომ ხელისუფლება იცვლება და ბერბოკიც დიდი ალბათობით მალე არ იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩვენ ხედავთ, რომ ასევე იცვლება დამოკიდებულება დასავლეთისა რუსეთის მიმართ. ამ დღეებში გაიმართა ძალიან დიდი ფართომასშტაბის შეხვედრა ინდოეთის ხელისუფლებისა ირანის ხელმძღვანელობასთან ჩასულების იყვნენ. იქ არის საუბარი იმაზე, რომ ირანის ერთ-ერთი საპორტო ქალაქი თავის გარკვეულ დაქვემდებარებაში, ანუ ოპერირებაში უნდა აიღოს ინდოეთმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ტვირთები ინდოეთიდან ჩინეთის, ავღანეთის მიმართულებით იქნება ჩართული, რაშიც საქართველოც იქნება, რა თქმა უნდა, ჩართული ამ ყველაფერში. მთლიანად იცვლება გეოპოლიტიკა და ეხლა არავინ არ დაუშვებს აქ, რომ იმ პროექტების, საერთაშორისო პროექტების განხორციელებას რაღაცა გარკვეულწილად საფრთხე შეექმნას. ეს გამორიცხულია. ყველაფერს წერტილი დაუსვა თურქეთის პრეზიდენტის მილოცვამ, რომელმაც ჩვენ ახლადარჩეულ პრეზიდენტს მიულოცა გამარჯვება მიხეილ ყაველაშვილს, იგივე აზერბაიჯანის პრეზიდენტის, იგივე ჩინეთის, იგივე უნგრეთის, სლოვაკეთის. ეხლა აბათვის დასავლეთი მარტო არის საფრანგეთი, რომლის ყურებიც დაინახა ალიევმა აი ამ მოქმედებებში, რომელიც ხორციელდებოდა საქართველოში და ფაქტობრივად ჩვენ გავიმარჯვეთ იმ ომში, რომელიც აწარმოა დასავლეთის აგენტურამ საქართველოს მიმართ. ეხლა აი ქათამსო თავს წააცლი და ქათამის სხეული ალბათ თქვენ გინახიათ, რომ დაკლავ ქათამს და აქეთ-იქით რომ დაფართხალებს, აი ესე დაფართხალებენ ესენი რუსთაველს. ეს ეხლა არის უსირცხვილო ნამუსგარეცხილი ადამიანების მარში, რომლებსაც ტარდება და თან როგორი მარგინალები არიან, იცი? აი უკვე 20 კაცი დარბის აქით-იქით და აი მართლა ბარაქალა ამ ხელისუფლებას და მადლობა ბატონ ივზინა ივანიშვილს, რომ რას და ამ გამსგავსად თქვენ საწოდავებო, აი როგორ გაპარტახდნენ, როგორ გამარგინალდნენ, რომ ესე იგი დარბიან ქუჩა-ქუჩა, ყვირიან ხან მაიმუნის, ხან ძაღლის, ხან კატის ენაზე. და ბოლოს არ გამიკვირდება საერთოდ გაშიშვლდნენ და ტიტულებმა ირბინონ, იმიტომ რომ ერთი ნაბიჯიაც აქამდე. რა დღეში ჩაგაგდოთ ამ ხელისუფლებამ, თუ შორიდან მაინც შეგახედათ ერთი. ეს არის გამარჯვებული ომი და ფაქტობრივად უკვე დამარცხებული არის ეს ოპოზიცია და ძალიან მინდა აი მართლა შევთხოვ უფასო, რომ სალომე ზურაბიშვილმა მართლა დანიშნოს ახალი არჩევნები, მართლა რაღაც კიდე რაღაც საშინელებები გააკეთოს, რომ მალე მის ვიხილოთ განსასჯელის სკამზე. ხო აპირებენ რაღაცას, რომ ჩვენო არ დავემორჩილებითო ხელისუფლებასო, ჩვენო ამას ვიზამთ, იმას ვიზამთო და თუ კი მართლაც ესენი ამას იზამენ, მე დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი მიუჯდება მიხეილ სააკაშვილს და ერთი კაი სანახავი იქნებიან მე ორივე ერთად რა. იმას კი აქვს რაღაცა მიწევ მოწევა რაღაცა და ერთად რო იქნებიან, უფრო დამშვიდებიან. თან ეხა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის ნამდვილად იქნება, არ ვიცი მე, ტოპ მოდელი, იმიტომ რომ ციხეში ყველა ქალი ლამაზი არისო და ნათქვამია და სალომე ზურაბიშვილი ჩათვალეთ, რომ იქნება მისთვის fashion TV-ის ძალიან დიდი მოდელი ალბათ, იმიტომ რომ სალომე ეხლა იქ პოპულარობით ისარგებლებს და ვინმე თუ ეხა იმას იტყვის, რომ ამდენი პრეზიდენტების დაჭერა რა საჭიროაო, იცით რა არის, რამდენიც დანაშაული ჩაინდეს, იმდენი პრეზიდენტი გვეყოლება პატრიმარი, გესმით და ბოლო-ბოლო თუ მარგველაშვილი ძალიან იხტურავებს, საერთოდ იქ იქნება მრავალფეროვანი სექსი კი უყვარს ამ მარგველაშვილს და სამივე იქნებიან ერთად და მე ერთად გაერთობიან მარგველაშვილი, ზურაბიშვილი და ეს ჩვენი სააკაშვილი, იმიტომ რომ ვიღაცას გონია, ეხლა გადახედეთ აგერ მეგობრებო, ჩვენ ევროპის ქვეყნებს და ელმუტ კოლს არაპატიეს ის რომ საგადასახადო კუთხითო რაღაცა პრობლემები ქონდაო და სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს კაცს, რომელმაც გერმანია გაერთიანა. ევროპაში ლიდერებსაც იჭერენ და აზიაში ლაპარაკი ზედმეტია კიდე. და აქედან გამომდინარე ძალიან მინდა რომ სალომე მართლაც რაღაცა არ აღიაროს, რაღაცა ახალი არჩევნები ჩაატაროს, რაღაც სისულელები გააკეთოს, რომ ხელისუფლებას მიეცეს საფუძველი, რომ ეს კალი დააპატიმროს. მაგრამ ეს ისეთი ნაძირალა არის, რომ მაგას არ იზამს, ვიცი, რომ არ მისცემს საბაბს
და როგორც მისი ფაშისტი წინაპრები ისიც გაიქცევა ალბათ და მე მოუწოდებ ხელისუფლებას რამე თან არ გააყოლოს იმ რეზიდენციდან, იმიტომ რომ ძვირადღირებული მრავალმილიონიანი ნახატები ყიდია და ეს ქალი იქამდეც მივარო, შეიძლება ეს ნახატებიც კი გაიყოლოს ხელს. ამიტომ ძალიან ნუინერვიულებთ მეგობრებო, ეხლა რასაც ჩვენ ამ ქუჩებში ვხედავთ, ეს არის მარგინალთა ნამუსგარეცხილ და უსირცხვილოთა მარშები და ეხა იქა-იქ რაღაცა სენატორი და კონგრესმენი რაღაცას იტყვის და 5 წუთით ადრე ვინც უნდა წავიდეს თანამდებობიდან ეს ბერბოკი იქნება თუ ვიღაცა სადაც უკვე მათი ბედი გადაწყვეტილა ეს არაფერს არ ნიშნავს და ბევრი რამ გადაწყდება ასევე ტრამპი პუტინის შეხვედრის შემდგომ კიდეც იმიტომ რომ ეს შეხვედრა აუცილებლად იქნება ძალიან მალე და აქ ჩვენი ბედიც მან ალბათ გადაწყდება